გამარჯობა. გამარჯობა. გურამ ჭონქაძე, ლეგენდარული უფროსი სერჟანტი, ლეგენდარული ბატალიონის, ლეგენდარული ქვედანაყოფის სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი იყო წვრთნა და აღჭურვის ფარგლებში კომანდოს ბატალიონის სერჟანტი, პირველი ამერიკელების დახმარებით, რომელიც გაკეთდა 64 მილიონი დოლარი დაჭდა მაშინ ამ ბატალიონების მომზადება პირადი შემადგენლობის და იყო დიდი ნაპერწკალი, ფუნდამენტი ნამდვილად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამწუხაროდ მე ყველაფერი ისე წავიდა, როგორც წავიდა. როგორც ხდება ხოლმე სამწუხაროდ საქართველოში. გურამ, ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის და უნდა ვისაუბროთ თვითონ შეიარაღებულ ძალებზე, დღევანდელ შეიარაღებულ ძალებზე, რამდენად პასუხობს ჩვენი ჯარი იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ვართ, ხო? დუხს ირგვლივ ყველაფერი, უამრავი ომი არის გაჩაღებული და კბილებს ილესავს ისევ ჩვენ ჩრდილოელი მეზობელი იმისთვის, რომ გაცილებით მეტი აქტივობა განახორციელოს ვიდრე აქ. სამწუხაროდ მეზობლის ალისილი კბილები აგერ აფხოს უკვე ესეც ფაქტია და მოდი ვისაუბროთ პირველ რიგში იმაზე, თუ რა საკადრო დეფიციტს და შიმშილს განვიცდით, ან განვიცდით თუ არა რა. მოდი ჩემო გიორგი, ოდნავ ისტორიით დავიწყოთ. ეხლა პირველი ბატალიონიო რომ თქვი რა. ანუ პირველად შეიარაღებულ ძალებში მივედი 1997 წლის სექტემბერში, გამიწვიეს სავალდებულო სამსახურში ვარტიკო ნადიბაიძე იყო თავდაცვის მინისტრი მაშინ და ხო რა ჩემ ლეგენდარულობაში ეხება, მე რა ლეგენდარული ვარ, ბიჭები არიან იმდენი აქ გაკეთებული, მაგის ნახევარსაც ალბათ ვერ გავაკეთებ მე. ხო და ანუ აი პარალელები რო გავავლოთ, სად ვიყავით, სად მივედით მერე და სად ვართ ახლა რა. ანუ რა იყო? მაგ პერიოდში ფაქტიურად საქართველოს შეიარაღებული ძალები არ არსებობდა. იმიტომ რომ სამხედრო ნაწილებში ჩვეულებრივად როგორც ციხეში ესეთი ის იყო მიდგომა, გაგება რაღაც, ჭუბები, ამბები, მოცოცხვა, ჭურჭლის გატანა სასადილოს ჭამის შემდეგ ორი ნაჭერი პური დღის განმავლობაში ან სამი თუ კაი ხასიათზე იყვნენ ხოლმე რომ გეჭამა იმ წყალწალას ვლინიანთან ერთად და მე 2002-ში ჩვენამდე პირველი საკონტრაქტო ქვედანაყოფი რაც შეიქმნა სპეცდანიშნულება იყო კოჯორში თურქებმა სკოლა რომ გააკეთეს სპეცდანიშნულების და რაღაც პატარ-პატარა შეხებები მაშინ მქონდა მე მაგ პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახური რომ დავამთავრე გაგრძელება მინდოდა ისეთი ძალოვანი კარიერის და შემდეგი 2 წელი ვიმუშავე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. იმიტომ რომ ჯარში ძალიან გულანთებული იდეალისტი ვიყავი, მაგრამ უბრალოდ რო უყურებდი ჯარს და ჯარის პირობებს, აი აბსოლუტურად ყველანაირი სურვილი მეკარგებოდა რომ გამეძლებინა რა, იქ მოღვაწეობა. მიხაროდა კოჯორი, დავიწყე მე რაღაც ჩემთვის მომზადება ფიზიკურ მომზადებას გულისხმობ, რომ მინდოდა იქ წასვლა, ანუ რაღაც სხივი გამოჩნდა ამ სპეცდანიშნულების ბატალიონის სახით და აი მაგ პერიოდს დაემთხვა უკვე წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის დაწყება რა, აი შევარდნაძეს რაც არ უნდა აგინო და როგორც არ უნდა მოიხსენიო, აი ეს ერთი რაც გააკეთა, საფუძველი ჩაუყარა მართლა საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალ საკონტრაქტო პროფესიულ ეტაპზე გადასვლას რა, ვერ დაუკარგავთ მაგას ვერანაირად და რა თქმა უნდა წავედი მივიღე შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა, საკმაოდ რთული შესარჩევი კონკურსი იყო სხვათა შორის, მაშინ პირველად ნახე რას ნიშნავს, რომ ის ნამდვილ შერჩევას გადიხარ. დავიწყეთ სადღაც 1500 მაკასმა 7 ასეული ვიყავით საკარანტინო და თვენახევრიანი კარანტინის მერე დავჭით 350 კაცი ბატალიონი. რის საფუძველზეც მე რა თქმა უნდა შემდეგი ნაკადი უკვე მოვიდა ამერიკელებთან რო გავდიოდი წვნას ბრძანიში, მაგრამ ის ნაკადი ძირითადად უკვე უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში გადანაწილდა. სამედიცინო, კავშირგაბმულობა, უზრუნველყოფის მძღოლების ოცეულები და ასე შემდეგ. ანუ ძირითადად იმას არის 350 კაცი ვინც დავჭით, 3 საბრძოლო ასეული ჩამოყალიბდა და აი დღემდე რო ვიხსენებ ესეთი იდეალური ურთიერთდამოკიდებულება, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი აღარ მინახავს მე იმ
კომანდოს ბატალიონის შემდეგ რა. შემდეგ ჩვენს ბატალიონს მოყვა შემდეგი იყო საჩხერე, რომელიც სამწუხაროდ ვერ შევინარჩუნეთ თუ ვერ შეინარჩუნეს. იმის გამო რომ ელემენტარულად ბაზა არ ქონდა ბატალიონს და კონტრაქტის გასვლის შემდეგ უდიდესი ნაწილი ვინც საჩხერეში მსახურობდა მეორე ბრიგადა იქნებოდა და იქ გადავიდა ფაქტიურად მეორე ბრიგადის ხერხემალი საჩხერის ბატალიონის ბიჭები გახდნენ სასერჟანტო რგოლი მთლიანად. შემდეგი იყო ჩვენი ლეგენდარული შავნაბადას ბატალიონი, ალბათ ბატალიონი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყველაზე მდიდარი ისტორიით რა. აი ჩვენ კომანდოს პირველები რო ვიყავით, ამაყები ვიყავით ხოლმე და ერთადერთი გშურდა შავნაბადასი რომ ისტორია ქონდათ ძალიან აი ესეთი სასახელო და გმირული რა. მაგალითად ძალიან კარგი ბატალიონი, ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი მსახურობდა და დღემდე ამაყობენ შავნაბადას შევრონით. და შეიქმნა შემდეგ თელავის მე-11, მაშინ 111 ბატალიონი, იმიტომ რომ მე-11 ბრიგადა იყო. და ბოლო პირველი ბრიგადის მომზადება დამთავრდა სატანკო ბატალიონმა რო გაიარა წვნები და აი უკვე ბრიგადას დაეთქო რომ ჩამოყალიბდა ძალად. იქ საარტილერიო დივიზიონი რომ ყავდა ჩვენ ახლა ამერიკელებზე არანაკლები артиლერისტები ყავდა. ვისაც ვიცნობდი ყველა პროფესიონალი იყო ძველებიც, ახლებიც და საშუალოებიც რა და უკვე საარტილერიო დივიზიონი ჩვენი ძალებით მომზადდა და აი ის გვაქვს ხოლმე სამხედროებს ხუმრობა რომ ეს артиლერიას რო იძახებს ცოტა შორს უნდა გამოიძახო და ჩვენ ეგ პრობლემა არ ქონია, იმიტომ ძალიან მაგარი ბიჭები ყავდა და სადაც საჭირო იყო 2004-ში გამოვცადეთ კაპიტან გურაშვილის სამწუხაროდ არ ვიცი ახლა გურაშვილი სად არის და რა წოდები კაპიტან გურაშვილის 120 მმ-იანი ნაღმთქორწნები, როცა შეტევები წამოვიდო და საკმაოდ ძლიერი შეტევები, ცეცხლს რო გამოვიძახებდით, 2-3 ნაღმის ჩამოვარდნა და წნარდებოდა ყველაფერი რა. ისე კარგი ხნის განმავლობაში 2004 სამხედრო წვრთნების სახელით იყო შეტანილი და არ ვიცი სიმართლე გითხრათ დღეს სტატუსი შეცვლილი აქვს თუ არა. რატომღაც დღემდე რაღაცნაირად ტაბუდადებული თემაა ეს 2004-ის მოვლენები არა და სადღაც ორ კვირაზე ცოტა მეტის მანძილზე ჩვეულებრივი ომი იყო მცირე ინტენსივობის როგორ მცირე მასშტაბების უბრალოდ თორე საკმაოდ მაღალი ინტენსივობის 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კი, მარტო ჩვენმა კომანდოს ბატალიონმა 5 კაცი დაკარგა მაგ მოვლენების დროს სადღაც 6 კაცამდე თელავმა დაკარგა, ერთი შავნაბადამ ლომაძე და შინაგანი ჯარი იყო კიდე ჩვენთან ერთად სავალდებულოს ბავშვები და იმათგანაც დაიღუპნენ კი მახსოვს. ხო და არ ვიცი, სტატუსი როგორც ვიცი არ შეცვლილა, იმიტომ რომ ვინც მარტო მაგ მოვლენებში იღებდა მონაწილეობას, ომის ვეტერანის სტატუსი არ აქვს. საქართველო. ხო რა, საქართველოა. რო დაუბრუნდოთ ჩვენ თემას, რა შეიცვალა? აი იმ პირველი ქვედანაყოფიდან, აი პირველი ფუნდამენტიდან უკვე შემდეგ წლებში და პერიოდში. სამწუხაროდ ქართული სცენი ვერ ამოვძირკვეთ ჯარებიდან. ჩემი კაცი, ამის კაცი, იმის კაცი, ეს და ეხლა ბიჭები ხშირად გაგვიზიარებია ერთმანეთის შხურის ტკივილი, რომ მუშაობს, რომ რაღაც საკეთებ, რაღაც სწორად მიგაჩნია და ამ დროს ხედავ ხო ქვედანაყოფში მირას იმსახურებს, როგორ ეხლა სამხედრო თემა არის და სამხედრო თემაში თანამდებობაზე ზემოთაწევაც მოსულა და რა თქმა უნდა წოდების მომატებას და ყველაფერი და რო ხედავ რომ შენს მაგივრად აწინაურებენ ისეც რომ რბილად რო ვთქვათ შეიძლება არ იმსახურებდეს ხო რა არ ხდება გულს კარგად мотиваცია იკარგება რა შენი შრომის იმის ეხლა მე ცოტა სპეციფიკური განხრა მქონდა დაზვერვა და ეს ორი სისტემაში ვმუშაობდი, ამიტომ სიმართლე რო გითხრათ ძალიან მიზიდავდა ეს სამწყობლო მოედანზე ღრიალები და ისინი გავიარე ეგ თავის დროზე და მეყო, მაგრამ იყვნენ ბიჭები, კარგი ორგანიზატორები, კარგი მეთაურები რო უნდა გამომდგარიყვნენ, მაგრამ ისეთ ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა საქართველოში, რომ ანუ ქვედანაყოფებში იყვნენ სამეთაურო რგოლის ხალხი,
თუნდაც ჯარისკაცები, ოფიცრები, რომლებსაც მეთაურები ცდილობდნენ რომ მოეშორებინა და აგზავნიდნენ ხოლმე კურსებზე რა. საბოლოო ჯამში ისე ანუ კურსზე გაგზავნა მოშორება იყო, კი, და კაცს რომელიც კარგად მუშაობდა, კარგად მართავდა თავის ქვედანაყოფს, ესეთი სტანდარტული ფორმულირება იყო. შენ რო წახვიდე, ამათ ვინ მიხედავს. და საბოლოო ჯამში ისე ჩამოყალიბდა, რომ ეს ხალხი, ვისაც კურსები ჰქონდა გავლილი, მე ცოტა რომ მოწესრიგდა ეს კურს გავლილი ამის, კურს გავლილი იმის, ხო? ესენი, აი, ნახე ამას კურსი აქვს გავლილი. მოდი ეს ზემოთ ავწიოთ, მოდი ის საუკუნად დავაწინაუროთ. ხალხი, რომელიც მუშაობდა დარჩა ისე და ხალხი, რომლის მოშორებასაც ცდილობდნენ, წავიდა ზევით. და ეხლა კაცი კაპიტანი კაცი რო ხარ, გავიდა 5 წელი, გავიდა 10 წელი, წოდებას არ გიმატებენ, კურსი არ აქვს, გავლილი ვერ გაწინაურებენ, ხო? ამასობაში შეგისრულდა ის ასაკი, რომ ყველა წოდებას თავისი ასაკი აქვს, რომელიც თვალისწინებს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას, იმიტომ რომ შენ თუ 45 წლის ისევ კაპიტანი ხარ, როცა შენი კურსელი პოლკოვნიკია უკვე, ხო? უკვე წინ ვეღარ წახვალ რა. შესაბამისად ეს ხალხი დარჩა შეიარაღებული ძალების გარეთ, ძალიან ბევრი ვიცი მე პირადად ესეთი ადამიანები, ოფიცრებიც და სერჟანტებიც. მაგალითი მე ათეულის მეთაურის კურსი გავიარე 34 წლის ასაკში უფროსი სერჟანტის წოდებით. როცა ეს უნდა გამევლო, მე 21 წლის რო ვიყავი, ან 22-ის. მაშინ კიდე არ იყო ეს ისე ჩამოყალიბებული, მაგრამ ამაზე ადრე უნდა გამევლო რა, ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ აი გურამ რო წახვიდე, ვინ მიხედავს? ამას ვინ მიხედავს? იმას ვინ მიხედავს? არ არის ესე რა. არაზროს სამეთაურო თანამდებობებზე რო ვიყავი, არაზროს რა შემიშლია, გული ძალიან დამწყვეტია, რომ ჩემი მომზადებული ჯარისკაცები მიდიოდნენ ჩემგან, მაგრამ არაზროს არ შემიშლია არავისთვის ხელი, რომ უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე ასულიყო, იმიტომ დაზვერვის ქვედანაყოფის უბრალო ჯარისკაცი ნებისმიერი ქვეითი ათეულის მეთაურზე მცოდნეა და გამოცდილი რა. ხო და ყოველთვის უნდათ ხოლმე ჩემი ჯარისკაცები ათეულის მეთაურებად, 20-ეულის სერჟანტებად და ასე შემდეგ და ყოველთვის უშვებდი. ანუ ეს მიდგომა დარჩა ისევ რაღაცა ხეიბრად დარჩა, ხო? რა, ეს ამის კაცი და იმის კაცი ეს კიდე ცალკე ავადმყოფობაა, რომელსაც ალბათ არ ვიცი რა. რა ეშველება. აი, შეიძლება ძალიან ეს მკრეხელურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ჯარში უნდა ავკრძალოთ ერთმანეთის შვილების მონათლა რა. არა მხოლოდ ჯარში იგი ხა ყველგან. იმიტომ რომ ეს ჩემი ნათლია, აი ქართული დამოკიდებულება ყო ყველაფერზე. ჩემი არაპროფესიონალი ბიძაშვილი მირჩევნია ვთქვათ, სხვა ჩემს უცხო ვთქვათ პროფესიონალი. არ არის ეს სწორი მიდგომა რა და ძალიან დიდი გავლენა იქონია ამან ჯარზე სამწუხაროდ. აი ვითომ ხუმრობით ვლაპარაკობთ, ვითომ ესე რომ აი ეს არ უნდა იყოს, მაგრამ ძალიან დიდი გავლენა იქონია რა. რეალურად. ბევრი კარგი კადრი დავკარგეთ იმის გამო, რომ ვეღარ დაინახა გაგზელების мотиваცია, მათ შორის მეც. ოღონდ მე თანამდებობის გამო არა და რაღაც იმის ყურლების გამო არა, უბრალოდ დავიღალე ერთი და იგივე ყურებით რა. აი ელემენტარულად განწესის საკითხი შევეხები და მიხვდები რატომ. დღეს თქვათ დავიღოთ ცალკეული ბატალიონის ბაზა. განწესში სავარაუდოდ გადის 1 20-ეულიდან 2 20-ეულამდე პირადი შემადგენლობა, რომელსაც უწევს დარჩენა. და ეს იმ პირობებში, როცა ქვედანაყოფები შევსებული არ არის და 2 20-ეული ფაქტიურად 1 ასეულია. მე საუბრობდი ამაზე ჩემს ქვედანაყოფში და მაღალი საფეხურის სერჟანტები საუბრობდნენ ამას დეპარტამენტების და საგლობების დონეებზე, რომ მოდი ეს ოხერი ესა. ამ ჯარისკაცს რო უშვებთ, ერთი კამერა დავაყენოთ და რო გადის 50 ჯარისკაცი განწესში, ხო? ეს ყარაული შევამციროთ და ამ 50 კაცის მაგივრად 2 კაცი დავსვათ სამორიგეოში, 2 საათი შეენაცვლონ ერთმანეთს და კამერებს უყურონ. და დავიტოვოთ სადღაც ალბათ 1 ათეულის დონის ქვედანაყოფი, რომელიც თუ რაღაც მოხდა რეაგირებას მოახდენს. ხო ძალიან მარტივია. შეუსრულებადი საქართველოს პირობებში რატომღა. სამწუხარ, აი მანდ მინდა გკითხო, შენ გაქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება ჯარშიც და შემდეგ უკვე ჯარის გარეთაც.
ის პრაქტიკა, რომელიც ქართველმა ჯარისკაცმა, სერჟანტი იქნება, რიგითი იქნება, თუ ოფიცერი იქნება, მიიღო მაგალითად ერთობლივი წვრთნებისას, მიიღო მაგალითად კოსოვოში, ერაყში თუ ავღანეთში, ის რაც კარგი იყო, იმისი გადმოღება და დანერგვა თუ მოხდა. და თუ ვერ მოხდა, მაშინ რატო ვერ მოხდა, ხო? მოხდა რაღაცების გადმოღება და დანერგვა, ფაქტიურად ჩვენ რო პირველად საზღვრებს გარეთ გავედით საერთაშორისო წვრთნებში მივიღეთ მონაწილეობა, უკვე კურსები დაიწყო საზღვარგარეთ სერჟანტების, ოფიცრების და ასე შემდეგ, ბევრი კარგი რაღაც წამოვიღეთ იქიდან. თუნდაც ქვედანაყოფების სტრუქტურები, ურთიერთმოქმედებები, სხვადასხვა სახეობის ქვედანაყოფებს შორის ურთიერთმოქმედებები, მაგრამ ბევრი რამე სამწუხაროდ რატომ ვერ დაინერგა? სადამდე მივდივართ? იქამდე რომ სამწუხაროდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დღემდე ძალიან ვიცი რომ მომისმენენ და ეწყინებათ, მაგრამ ფაქტია და უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ყოველთვის გულზე მომხვდება რა. ძალიან ბევრი საბჭოთა სკოლა გამოვლილი ოფიცრები მსახურობდნენ და მსახურობენ, რომლებისთვისაც უმთავრესი არის ბიუროკრატია, ქაღალდი, დაწერა. ყველაფერი კარგად იყოს ქაღალდზე, ჯანდაბამდე წასულა ქვედანაყოფი. აი ეს პერიოდი მქონდა, როცა მე 12 ბატალიონის დაზვერვის ოცეულის სერჟანტი ვიყავი და ოცეულის მეთაურის მოვალეობას ვასრულებდი, რომ ჩემი ოცეული მყავდა ორად გაყოფილი. ერთი ნახევარი იყო განწესში, მეორე ნახევარი განწესიდან მოხსნილი სახლში ისვენებდა. და ამ დროს ყოველდღე მყავდა ერთი ან ორი ჯარისკაცი და ამ დროს ვიჯექი მთელი დღის განმავლობაში და ვაწარმოებდი საბრძოლო მომზადების ჟურნალს. წერდი ნახევარი განწესი, ნახევარი დათხოვნა. თემა ის ეს რა ქვია, გეგმა კონსპექტი ამ მესადნეობის, იმ მესადნეობის და აი ეს ყველაფერი ყვილად. ანუ იმის გამო რომ ქაღალდზე იყო დაწერილი, იმიტომ რომ რეალურად ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადებას არ გადიოდა. და აი ამ ჩემი ყოველდღიური შრომის მე შრომა არ დამზარები არასდროს რა. ამიტომ არ ვიზახდი რომ მეზარებოდა. უბრალოდ ტყუილი შრომა არის ტყუილი დროის და სახელმწიფო სახსრების დაკარგვა. ამას ყველაფერს შესრულდა ერთი პატაკი, რომ აი ამ რიცხვიდან, აი ამ რიცხვამდე ეს ქვედანაყოფი იყო განწესში, მთლიანად და საბრძოლო მომზადება ვერ გაიარა. და ეს ქაღალდი არ დაიხარჯებოდა. აი მსგავსი მიდგომებით, ბევრი რაღაცა ამ საერთაშორისო გამოცდილებებიდან ვერ დაინერგა რა. და თუ არ შევცვალეთ ეს მიდგომა, რომ მე უფრო მეტი ვარსკვლავები მაქვს და მე შენზე კარგად ვიცი, ხო? არც შეიძლება არასდროს, იმიტომ რომ თუ გახსოვს ისრაელ-არაბეთის ომები, ეგვიპტელებმა შეტევა რო წამოიწყეს სინაის ნახევარკუნძულზე რა. უბრალო ლეიტენანტს დაუჯერეს გენერლებმა და ეს ებრაელებს ქვიშის ის რო ქონდათ კედელი გაკეთებული სახანძრო შლანგებით გაარღვიეს. იმ ლეიტენანტის რო არ მოესმინა, ძალიან დიდ დანაკარგებს მიიღებდა მაშინ ეგვიპტის არმია. საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა, მაგრამ იმ ომის შედეგად ოკუპირებული სინაის ნახევარკუნძული დაიბრუნა. გურამ, რა მინდა კითხე, შენ საუბრის თავში თქვი, რომ 97-ში სავალდებულოში იყავი და უკვე 97-დან მოდიხარ პრინციპში. სულ მინდა გკითხო აი პრაქტიკის დონეზე, იმიტომ რომ ახლა რახან ჩვენ ყველანაირ დასავლეთთან, დასავლეთის ქვეყანასთან და ნატოსთან შეწყვეტილი გვაქვს და გაჩერებული გვაქვს ეს ურთიერთობა და ასე შემდეგ. როგორ აისახება, ანუ მანდ უნდა მივიდეთ ეს ყველაფერი თვითონ ქვედან თვითონ რიგი ჯარისკაცზე და მინდა რომ აი თავიდანვე მოვყვეთ რა, რომ რა იყო მაშინ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს 97 იყო და ბიუჯეტი არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი მარტო დარჩენილი ჯარისკაცი, ანუ მარტო მყოფი ქვეყნის ქვედანაყოფი როგორ გამოიყურებოდა, თუნდაც ფული რო ქონოდა, ანუ გავიგეთ რომ 97 ბიუჯეტის დეფიციტი იყო და ხო და რა შეიცვალა მერე უკვე, როდესაც მაგალითად აი წვრთნა და აღჭურვა დაიწყო, ან თუნდაც მერე უკვე რაღაც სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციები და ასე შემდეგ და თვითონ აი კომუნიკაცია უკვე საერთაშორისო ოპერაციებში აი ამ კომუნიკაციებმა, ამ ურთიერთობამ რა მიცა ჯარისკაცს და რას ვკარგავთ თუ კი ისევ მარტო დავრჩებით რა.
ერთ თემასაც შევეხები ამასთან ერთად. ეხლა ისე სამხედრო სავალდებულო ნორმალურ სამსახურზე გადავედით, იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო მარტო წვევანდელების წაყვანა და აი რატომღაც ისინი, რა ქვია, ჩვენი სამხედროები, ვისთანაც მე ურთიერთობა მქონია, ძალიან როგორღაც არასერიოზულად უყურებდნენ ამას, რომ აი სავალდებულოს ჯარისკაცმა რა უნდა გამიკეთოსო, დაავიწყდათ როგორები ვიყავით ჩვენი კარიერის დასაწყისში და მე მაგალითად ტანკის მძღოლ მექანიკოსი ვიყავი და ტანკის ტარება ვიცოდი, პრაქტიკები გქონდა, ანუ სამხედრო სავალდებულო სამსახური იმ პერიოდშიც კი რაღაც ცოდნას გაძლევდა და ნუ ჩემი ტანკის გამოყენება სამწუხაროდ არა მიზნობრივად გამომივიდა 98 წელს ელიაოს აჯანყებაში მოუხდი და მე ვიცნობ საკუთარ ტყავზე შედეგები, მაგრამ ელემენტარულად ტანკის ტარება ვიცოდი და არ დამიტოვებია ჩემი ტანკი არსად ბაზიდან გავიყვანე და ბაზაზე დავაბრუნე, უკვე მიღწევა იყო იმ პერიოდში. როცა საბრძოლო მომზადება მართლა აბსოლუტურად ნული სტოლი იყო და აი საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე ვსწავლობდით ბიჭები ყველაფერს. დამტენობდა, მე მიზნეობდა და მე მძღოლ მექანიკოსი და მეთაური მართავდა საკმაოდ სერიოზულად. კარგი შეწყობის სამტრედიელები ყავდა ბიჭები ისინი, დანარჩენები ეკიპაჟი T-55 ყავდა ისეთი. ვაპრიალებდი ხოლმე. ხო და რაც შეეხება კითხვისას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ოპერაციებში, სწავლებებში მონაწილეობა უდიდესი გამოცდილება მოგვიტანა. ძალიან ბევრი რაღაც დავი. ჩვენ რას არ უნდა ვილაპარაკოთ, მაინც ჩვენი ჯარის საწყისები საბჭოთა სკოლიდან მოდის რა. როცა ეს თუ გახსოვს ეს საზღარი გამოთქვა, ბეზაბრაზნა, ნუ ადნა ბრაზნა, აი მაგ სკოლიდან. სადაც ისეთი იერარქიული დამოკიდებულებაც რაღაცნაირ ზედაპირული და აგდებული იყო, როდესაც მეთაური ჯარისკაცების მეგობარი არისო და ასე შემდეგ. ამან ჯერ პირველ რიგში ის მოგწვა, რომ დაგვენახა როგორ ცხოვრობენ, აი ყოველდღიურობა სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფებში. როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, როგორი დამოკიდებულება აქვთ თვისობრივი განსხვავება იყო? ძალიან დიდი, იმიტომ რომ აი კულტურული შოკი მივიღეთ. ჩვენ რო ამას ვართ მიჩვეული, რომ აი მეთაური მამა კი არ არის, იცი რას გიზამ, გაგიყვანს და გაგხეთქამს სცემაში. და დავინახეთ, რომ თუნდაც მეთაური ჯარისკაცების მეგობარია. სხვანაირ ჩვენი მეთაურები შეიცვალნენ. ჩვენი სერჟანტები შეიცვალნენ, ჩვენ შევიცვალეთ და ეს იყო პირველი ყველაზე ალბათ დიდი ის რაც დავინახეთ და მოგწა. მე საქმისადმი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი. ხო, აი ეს ძალიან საინტერესო არის რა. გერმანელი ჯარისკაცი გვინახავს, ამერიკელი ჯარისკაცი გვინახავს, ამერიკელი ყველაზე ხშირად რა თქმა უნდა და კი ჩვენ გვიყვარს ხოლმე რომ აი ესეთი ამ რუსულ სიტყვას გამოვიყენებ ბოდიში აუდიტორიასთან აფშირნის ნანიებით მარიაჟობა რა რომ აი ჩვენ ყველაფერი და ამერიკელმა ჯარისკაცმა თავის საქმის გარდა არაფერი არის მაგრამ როგორი ის თავის საქმე პროფესიონალია თავის საქმე იცის რომ ეს ევალება და მოკვდება და შეასრულებს აი ეს დავინახეთ რა პროფესიონალიზმი თურმე ის კი არ არის რომ ყველაფერი ცოტა იცი და თავი მაგარი გონია იცი რომ აი ეს კაცი ამ საქმეზე როდგას ეს საქმე ამ ერთი პირველი იმიდან ღილაკიდან ბოლო ღილაკამდე თავიდან ბოლომდე იცის აი ეს და ამანაც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე კომანდოს ბატალიონში ჩვეულებრივ ქვეითად დავიწყე და მე მოიტა ესეთი დაამატეს ბატალიონს სნაიპერთა ჯგუფის შტატი და მოხდა ისე რომ შემარჩიეს სნაიპერად და შემარჩიეს ამ ჯგუფის მეთაურად. ხო და აი რომ მახსოვს რომ ესეთი რუსული ჟურნალი იყო სალდატ უდაჩი და სახელმძღვანელოებიც არ ქონდა და იმ რომელიღაც ნომერში ვიპოვეთ ერთი ძალიან მაგარ ძლიერი ყოფილი სპეცდანიშნულების ოფიცერი ყავდა ბატალიონის ესორის უფროსი დაზვერვის უფროსი დავით ციკლაური და იმან გვიპოვა სადღაც მაგ სალდატ უდაჩში რაღაც რუსულ ენაზე სქემები, გეგმები ესვედეს სამიზნის განხილვა, გასწორების ინსტრუქციები და ამას რუსულიდან მე მევთარგმნე ქართულად ჩემი ჯარისკაცებისთვის და ამას სწავლობდით. ეს რო დავინახეთ პირველ სწავლებაში რომ მივიღეთ რომ
მონაწილეობა და ამ საქმისადმი დამოკიდებულება რომ დავინახეთ შეკითხვა რომ აი ჩვენ კი სახელმწიფო არ აგვაქვს, მაგრამ ოდენდე ველოდოთ, მოდი რაღაც მოვიზიოთ, მოდი რაღაც გავაკეთოთ, თან მაშინ ეხლა რო ძალიან დიდი ბიუროკრატია ესეთი არ იყო, ავიღებთ ბატალიონიდან ერთ 5 ვაზნებს, გამოწერილს რაღაც ხელს მოვაწევთ გახარჯვაზე და თელ დღე გავიდოდით ვაზიანში, ვიყავით მაშინ პირველი ბრიგადა ვაზიანში იდგა და იქ პოლიგონამდე არაფერი არ იყო, 10 წუთი უნდა და მანქანით ასვლას და დილით ავიდოდით და მთელი დღე ვიწექით და ამ ესვედებს სწავლობდით, ვესროდით სხვადასხვა მანძილებზე, სხვადასხვა იმაზე თან დამოკიდებულება როგორი გქონდა რა, იქ კომანდოში ყველა ერთად დავიწყეთ. მეთაური მერქვა, მაგრამ ფაქტობრივად ჯერ ერთი სნაიპერები დამოუკიდებლად მოქმედებენ ორკაციანი ჯგუფების შემადგენლობაში და იქ ბიჭები ისეთები მყავდნენ, რომ საერთოდ ჭირდებოდა ჩემი მეთაურობა და მე კიდე აი დამოუკიდებლად არ ვერეოდი არაფერში, მეთქი ბიჭებო თქვენ ახალ, თქვენ უნდა იმოქმედოთ, მე ვაფშე არ ვიქნები იქ. თქვენზეა ყველაფერი და მოდი ახლა ვიმუშაოთ ისე როგორც ვიმუშავეთ და აი ეს დილიდან საღამომდე ვისროდით ხოლმე, სწავლობდით, გასვლებს ვაწყობდი, გეგმავდი რაღაც შენიღვა ადგილმდებარეობებზე და იმაზე და ანუ ფაქტიურად ამ საერთაშორისო იმან საკუთარ მაგალითზე ვამბობ ამას, ჩვენი პროფესიონალიზმის დონე ბევრად მაღლა აწია რა. მაგრამ ერთი საკითხიც იყო, რომ უყურებდით სხვადასხვა ქვეყნების დამოკიდებულებას საკუთარი ჯარისკაცების მიმართ და რომ უყურებდით ჩვენი ქვეყნის მოდი რა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ჯარი და ჯარისკაცები არასდროს არც ერთ ხელისუფლების პრიორიტეტები არ იყვნენ და ყოველთვის ყველა მეორე ხარისხოვნად ვთვლი და ყოველთვის ყველა შენი აზრით რატომ? არ ვიცი. ალბათ ეშინოდათ. ჯარის. ხო, ჯარის, იმიტომ რომ ეხლა დამოუკიდებლად მოაზროვნე მაღალი დონის მეთაური საშიშია. არ მოუვიდეს თავში რომ გადაგვატრიალოს. შევარდნაძის დროსაც ესე იყო, მიშას დროსაც ესე იყო და ახლაც ესეა სამწუხაროდ და ის რა ქვია, სასაცილო რა იყო. მიშას დროს შევარდნაძის ჯარისკაცებს გვეძახდნენ და ეხლა მიშას ჯარისკაცებს გვეძახდნენ. ესენი რომ მოვიდნენ და ვერ გაიგეს ამათ ვერავინ რომ არავის ჯარისკაცები არა ვართ, ჩვენ ვართ სამშობლოს ჯარისკაცები. ჩვენთვის არასდროს არც ერთი მთავრობა პრიორიტეტი არ ყოფილა. ჩვენთვის პრიორიტეტი ყოველთვის სამშობლო იყო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა და ჩვენი ცა. აი ეს. როგორ ფიქრობ, ეს შიში აი ამ პოლიტიკოსებისგან საიდან მოდის საერთოდ? აი წარმოდგენა არ მაქვს რა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხო, ანუ ამერიკას უძლიერესი არმია ყავს ობიექტურად სოფლიოში დღეს ხო? მაგრამ იქ არ ჩანს იმის შიში, რომ რომელიღაც გენერალს თავში რაღაც მოუვა და გადაატრიალებს ქვეყანას, ხო? ანუ დემოკრატიული ინსტიტუტებისგან თითქმის ყველა კონგრესმენი ვეტერანია და აი ეს კულტურაც არის უმაღლესი სკოლა აქ დამთავრებული სამხედრო როგორ ან ვესტ პოინტის ან ასე შემდეგ. და არა მარტო იქ, ნებისმიერ ძლიერო ისრაელში. ბოლო ალბათ 5 პრემიერ-მინისტრიდან ერთი იყო მარტო ვისაც გენერლის წოდება არ ქონია. დანარჩენი ყველა პოლკოვნიკი გენერალი უმაღლესი დონის სამხედროები იყვნენ. ხო და აი საქართველოში არის საბჭოთა კავშირის და რუსეთის გავლენა ასე თუ ისე. აზროვნება და დაღია რა, თაობები უნდა შეიცვალოს, რომ ეს იმპერიული დაღი და იმპერიული აზროვნება გავიდეს. მე და შენ ახლა საბჭოთა კავშირში ვარ დაბადებულები და იმ დღეს YouTube-ზე უყურებდი რაღაცას და შემთხვევით აღარ მივაქცია ყურადღება რაღაც რუსულზე გადაირთო რა და სიმღერა იყო და ავყევი და გამეცინა მე რომ ეს ოხერი ეს აი მთელი ცხოვრება ამათვე ომები და აი ვერ ვიტან და მაინც როგორ ჩემთან უფრო ახლოა ეს ვიდრე ის რა ვერ ამოვზირკვავთ სანამ თაობი ჩვენი შვილების თაობა სანამ ჩვენ ხელები არ გახდება აი დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებულები ხო ალბათ მანამდე ესე ვიქნებით რა გურამ უნდა კითხო კიდე აი მისიებთან დაკავშირებით და ნუ ზოგადად რა აი ამ და ურთიერთობებთან დაკავშირებით თუ კი აი ეს გაყინული სიტუაცია შენარჩუნდა ღმერთმა დაიფაროს მაგრამ თუ ეს შენარჩუნდა რა ბედი ეწევა ჩვენ ჯარისკაცს მის ცოდნას მის განვითარებას მის უნარებს აი როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი და უშოთ მასზე ანუ ამ კუთხითაც ვისაუბროთ ხო ვისაუბროთ და გეტყვით ერთ მაგალითს მოგიყვანთ
2014-ში თუ არ ვცდები, ხო, 2014-ში პირველი ნობელ პარტნერი რო ჩატარდა, კაკას მაგნუს ჩამოვიდა, ჩემი მეგობარი, ყოფილი აისელი, ლევანი, ამერიკიდან West Point დამთავრებული, რეინჯერის სკოლა გავლილი და მაშინ გიორგი იყო შენგელია, პირველი ბრიგადის მეთაური და გიორგიმ როგორც კი დაინახა, იქ ეს ნობელ პარტნერი იწყებოდა კი არა და 2 თუ 3 დღეს დაწყებული იყო, გიორგი რო ჩამოვიდა, ეს ლევანი რო ჩამოვიდა და როგორც კი დაინახა გიორგიმ რო ლევანი ჩამოვიდა, თან მეც ვთხარი რომ მეთქი ბატონო პოლკოვნიკო მოდი პირდაპირ ჯერ ერთი ამის გამოცდილება, გამოგვადგება ამერიკელებთან ურთიერთობაში მეთქი. მეორე თვითონ ესაც შეხედავს რა ხდება, როგორ ხდება რანაირად და გამეთანხმა იო გურამო ეს ვქნათო მოვავლინოთ სწავლებაზეო. ხო და მაშინ მე ვიყავი ამ საერთაშორისო ბატალიონის S2 სერჟანტი და S2-ში S2-ის ოფიცრად მოვავლინეთ ლევანი. აი წინვალესი ახალგაზრდა. თბილისელი, საბურთალოელი ბიჭი, გაზრდილი ძალიან სწორ გარემოში, აისში მოვიდა ჩვენთან აისი მაშინ 2008-ში რო დავაარსეთ პირველი ნაბიჯებს რო ვაკეთებდით ამ მხრივ ამ მიმართულებით გეხსოვება იქ ტექნიკური უნივერსიტეტის ერთი დანგრეული აუდიტორია რო ქონდა და იქ რო ვიყრიბებოდით ხოლმე ბიჭები და წარმოიდგინე იქ მოვიდა მე ამ თემებმა ისე დააინტერესა რომ თავისი ძალებით West Point-ში ჩააბარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ იცოდნენ მერე გაიგეს მგონი მეორე კურსზე რო იყო რომ ქართველი სწავლობს West Point-ში დაამთავრა West Point-ი რეინჯერის კურსი გაიარა ქვეითი ოფიცრის სკოლა გაიარა ჩამოვიდა კაცის იდეალისტი სავსე გულით რომ ემსახუროს სამშობლოს 2 წელში გააქციეს გიორგი წავიდა თუ არა ბრიგადიდან ამ საბჭოთა დინოზავრებმა მოიგდეს ხელში ეს ჩვენი ლევანი და რომ არ უნდა აი არ შეიცვალა სისტემას ვერ მოერგო არ გაუშვა სინდისმა და ნამუსმა რომ იმ სისტემას მორგებოდა სადაც პირველ ადგილზე ბიუროკრატიაა და წერა რა წავიდა ამერიკაში ცხოვრობს ახლა West Point-ი სამხედრო განათლების გარდა ძალიან ბრწყინვალე საინჟინრო განათლებას აძლევს თავის სტუდენტებს და მუშაობს ლამაზად, კარგი ოჯახი ყავს. ხანდახანში ვეხმიანებით ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ გული მაინც აქეთ მოუწევს. მაინც ოფიცერია, მაინც ჯარისკაცია. და კითხვა. თუ კი ეს ყველაფერი შენარჩუნდა ესე, ანუ თუ კი ეს კავშირები გაწყვეტილი იქნა ბოლომდე, მაგ შემთხვევაში ვერ მივიღებთ ქართული შეიარაღებული ძალები მოიხარშება საკუთარ წვენში და აი რაც ვიცით, იმასაც დავკარგავთ. დავჩებით მარტო ამ დაშტამპულ საბრძოლო წესდებებზე და გვექნება მაქსიმუმ ალბათ 20-ის ან 100-ის დონის წნა წელიწადში ერთხელ ისაც აი ესე რა რო გვეზარება, მაგრამ მოდი რა გავაკეთოთ რა. აი ეგეთ. აი ზუსტად მივალთ აქამდე. კადრების უძლიერესი დეფიციტის პირობებში. კადრები მოდი დავიწყოთ კადრებზე და დავიწყოთ რითი, იცი? რაც არ უნდა ვთქვა, ჯარისკაცი არის პროფესია. კი, სამშობლოს ვემსახურებით, რაღაც ღირებულებები გვაქვს, შეიძლება იქ უბნის პირჟავისგან განსხვავებული, მაგრამ ეს მაინც არის პროფესია რა. და ჯარისკაცებს ოჯახები გვყავს, ერთ პერიოდი ჩვენთან იყო ხოლმე, რომ აი ხელფასი ძმაო, რა მნიშვნელობა აქვს მნიშვნელობა. და 2002 წელს კომანდოს ბატალიონი რო შეიქმნა და ქართულ ძალოვან სტრუქტურებში ხელფასი რო იყო 80-დან 100 ლარამდე და ჩვენ რო ქონდა 400 ლარი 400, 500, 600 და ბანკომატებით სარგებლობდით, მე მგონი პირველები იყავით. ბანკომატებით სარგებლობდით მაშინ და ანუ ფაქტიურად მე მაშინ ცოლშვილი არ მყავდა რა თქმა უნდა, პატარა ბიჭი ვიყავი 22-ის, მაგრამ მე რო სამსახურში წავიდოდი და ვიცოდი რომ ერთი კვირა ან 2 კვირა უკან არ დავბრუნდებოდი, ხო? იმის დარდი არ მქონდა რომ დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და მშივრები იქნებოდნენ რა. და იქ რაღაც დედაჩემს და ჩემ და საცხობში მოუწევდა დილიდან საღამომდე სად დღეში სამლარად მუშაობა, იმიტომ რომ მაგის საშუალება იყო რომ ოჯახში რაღაც დაგეტოვებინა და ასე თუ ისე თან ეხლა
ამ პერიოდის ინფლაცია და მაშინდელი ძალიან განსხვავდება. კარგი ფული იყო 400 ლარი რა. ხო და ეხლა საშუალოდ ჯარისკაც, ჩემი მეგობარი სპეცდანიშნულებაში მუშაობს და 3 შვილის მამაა. მით უმეტეს მიუხედავად იმისა, რომ სპეცდანიშნულებას თავის დანამატიც აქვს, ხო? არ ყოფნის ადამიანს 3 შვილის თვის ფული. იმიტომ რომ დიდია ინფლაცია, ძალიან გაძვირდა ცხოვრება, ზოგადად პროდუქტი და ასე შემდეგ. ხო და ბიჭებს უწევთ ხოლმე ერთი პერიოდი ხუმრობდით ხოლმე, რომ ის რა ქვია, ჯარის ნახვა თუ გინდა საღამოს ტაქსი უნდა გამოიძახო. აი არ უნდა ტაქსაუდეს ჯარისკაცი სამუშაო დღის შემდეგ. უნდა მიდიოდეს სახლში და სრულფასოვნად ისვენებდეს, რომ მეორე დღეს მოვიდეს. ესე იგი შორს ვერ წავედით, იმიტომ რომ იმ 90-იანებში მე მახსოვს, რომ ოფიცრები მიდიოდნენ და სისხლს აბარებდნენ, რომ რამდენიმე ლარი აეღოთ და ესე ერჩინათ. მერე შეიცვალა და ეს რაღაც სტაბილური შემოსავალი იქნა, მაგრამ ახლა ესე იგი 2002-დან ტაქსიზეს ხედავთ. 2010-მდე იყო იმის საშუალება, რომ შენი ხელფასით ოჯახი შეგენახა რა. მით უმეტეს მაგ პერიოდში შვილი მეყოლა 2006-ში და მიუხედავად იმისა, რომ აკადემია მაშინ ოქრუაშვილმა თუ გახსოვს, რომ დაყო საბრძოლო ქვედაანყოფები კატეგორიებად, B კატეგორიაში გადიოდა და შედარებით დაბალი ხელფასი მქონდა აკადემიის სერჟანტად მუშაობდი მაშინ. მაგ პერიოდში შვილი რო შემეძინა, ეს ხელფასი მყოფნიდა. სადღაც 400 ლარამდე მქონდა მაგ პერიოდში ხელფასი. და მე უკვე რო გათანაბრდა ყველაფერი და 700 ლარი რო გამიხდა ხელფასი, რა თქმა უნდა მყოფნიდა. ასე რომ თუ დავიწყებთ კადრების მოძიებას, პირველი რასაც გავაკეთებ, ფინანსურად მიმზიდველი უნდა გავხადოთ ადამიანის მოსვლა შეიარაღებულ ძალებში. ეხლა ავიღოთ ნორმალური საშუალო სტატისტიკური ქართველი ახალგაზრდა, რომლის IQ-ს უთანაბრდება ნორმალური ადამიანის IQ-ს. დაამთავრა უნივერსიტეტი. აქვს რაღაც პერსპექტივა, რომ გავიდეს სადღაც იმუშაოს, თუნდაც IT სფეროში და აიღოს თქვათ 5-დან 7000 ლარამდე, ხო თვეში. კი, ძალიან უნდა მაგრად უნდა იმუშაოს ფაქტიურად, მაგრამ ახალგაზრდა და შეუძლია. და ჩვენ რომ დავიქირავოთ ეს ახალგაზრდა, ხო, შეიარაღებულმა ძალებმა. რამდენი უნდა შევთავაზოთ 1800 ლარი? ხო დაფიქრდება ის ადამიანი, მიღირს მე მისვლა იქ და ესეთ რეჟიმში ცხოვრება რამდენიმე წლის მანძილზე, როცა ანუ ხელფასი პერსპექტივა ალბათ რა პერსპექტივა აქვს, მაგრამ ამ სიტუაციაში რა პერსპექტივა შეიძლება შეთავაზოს ჯარმა, როდესაც ვერც სასწავლებლად ვერ გაუშვებს, ყველა სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობა შეწყვეტილია და ასე შემდეგ. ყველა სასწავლებელი ფაქტიურად დახურული, ყველა სწავლების პროგრამა შეჩერებული, აი ამ შემთხვევაში ვერ სხვათა შორის ეგ ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩვენი ბავშვები აკადემიაში რო აბარებდნენ ასე ინტენსიურად, იმიტომ რომ აკადემიას კარგი გაცვლითი პროგრამები ჰქონდა საფრანგეთთანაც, ამერიკასთანაც, გერმანიასთანაც, პოლონეთთანაც და ან მიდიოდნენ ბავშვები, ან სოციალური ლიფტი იყო აკადემიაში ჩაბარება ამ მხრივ, რომ შეიძლება შენ ღარიბ ოჯახში დაიბადე, გაიზარდე და არ გინახია, მაგრამ ამ შემთხვევაში სამხედრო სამსახური გაძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახვიდე, ნახო შენაირები როგორ ცხოვრობენ, რაღაცაში პროფესიონალი გახდე, სამხედრო საქმის გარდა კიდევ სხვა რაღაც ისეთი პროფესია შეიძინო, რომელიც მერე მოგცემს იმის საშუალებას, რომ იმუშაო და მშიერი არ მოკვდე. აი ეგ ერთ-ერთი სხვათა შორის ძალიან ცუდი გვაქვს შეიარაღებულ ძალებში, რომ მე ადამიანმა, რომელმაც და ჩემნაირებმა მთელი შეგნებული ცხოვრება შევწირეთ შეიარაღებულ ძალებს. ხო, რაღაც ნაწყვეტებით გამომივიდა 21 წელი დამსახურება. ფაქტიურად მე პროფესია არ მაქვს, რომ რაღაცა სფეროში, ამ ჩემ თვითგანათლებას თუ არ ჩავთვლით, რომ რაღაცაებს ჩემი სწავლობდა ეხლა კატარში რომ მუშაობდი თავისუფალი დრო რომ მქონდა და რაღაც ელექტროინჟინერინგის სახელმძღვანელოები რომ გამოვიწერე და არდუინოს პროგრამირებები და რაღაცაები ვცადე. ხო, აი ამას თუ არ ჩავთვლით და ასე შენ სხვა პროფესია არა გაქვს? ხო, მე სხვა პროფესია არ გამაჩნია. ჩემი პროფესია არის ჯარისკაცი.
და ასეა ჩემნაირად კავშირგაბმულობის ბიჭებს კიდე არა უშოთ რაღაცა სწავლობ რაღაც სკილებს იძენენ რომელიც შეიძლება შემდგომ გამოადგეთ კავშირგაბმულობის ინჟინერებსაც კი მაგრამ დანარჩენი ქვეითი ჯარისკაცი რომელმაც იმსახურა 10 წელი ქვეითის თანამდებობაზე და წამოვიდა რა ჯარებიდან ან გამოუშვეს ან რაღაც წამოვიდა ან რაღაც დაიზიანა და მოუწია წამოსვლა ხო რა უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა ესეც ამდენი წლის განმავლობაში ესე იგი ვერაფერი ვერ ჩამოყალიბდა რომ სანაცვლოდ შეთავაზონ რაღაცა პროფესია სერჟანტთა შემადგენლობა კერძოდ კობა ოშხერელი ძალიან ცდილობდა მაგმიმართულებ განათლების დეპარტამენტის სერჟანტი რო იყო ძალიან ცდილობდა რომ მაგმიმართულებაზე რაღაცა ძრები ყოფილიყო მაგრამ სამწუხაროდ ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა არ აინტერესებთ რა ამ პარტიულ ჩინებს რომ მოდიან სამინისტროში და მიდიან მერე არ აინტერესებთ რასიზმს ქართველი ჯარისკაცი უკეთესია გაღარიბდება 50 ლარს მისცემ ხმას მოგცემს სამწუხაროდ ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ როგორ ფიქრობ რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს და რა უნდა იყოს ანუ კარგი ვარიანტი და ცუდი ვარიანტი ნუ ცუდი ვარიანტი ვართ ასე ვთქვათ ხო ხო ამაზე ცუდი ვარიანტი შეიძლება იყოს ასე თუ გავაგრძელებთ კიდე ალბათ 1-5 წელი და აი არ ვიცი ალბათ იმაზე ღრმად ჩავალთ შევარდნაძის პერიოდში რო ვიყავით რა თქმა უნდა ლამაზი შეფუთვებით მაგრამ ფაქტიურად სუვერენიტეტს თუ უკვე დაკარგული არ გვაქვს დავკარგავთ და კარგი ვარიანტი ხო გამოსავალი ამათ წასვლა საერთოდ ქვეყნიდან პლანეტიდან და ნორმალური მრავალპარტიული პარლამენტის ყოლა მრავალპარტიული რო არ ვიყოთ ერთ იმაზე რო დავიწყეთ ჯერ შევარდნაძეს რო უჩოქებდნენ მერე რო დარბოდნენ ზვიადის სახილი თუ პირიქით იყო მერე მიშას სახილით ახლა ქოცები ასე ჭყალებში მშვიდობის მოყარე ქოცები და აღარ გვინდა ეს მრავალპარტიული ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა ნორმალური საზოგადოება ანუ რომელიც იმით კი არ შეაფასებს პოლიტიკურ პარტიას ხალხს პირდება თუ კარტოფილს იმით შეაფასებს რომ რა საარჩევნო პროგრამაში რა უგდევს და ამ თავისი 4 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ რა გააკეთა და ღირს კიდე რო ავირჩიო თუ ეს всё აღარ ღირს და აღარ მივცეთ ხმა ამათ აი ესეთი ქვეყნის ჩამოყალიბება არის ალბათ ჩვენი ნათელი მომავალი მათ შორის შეიარაღებული ძალებისა და ალბათ ის რომ მინიმუმ რაღაცა ჯარში მაინც უნდა ქონდეს ნამსახურები ადამიანს რომელიც ჯარისკაცის ბედზე საკანონმდებლო იმსჯელებს მაინც ხო საკანონმდებლო დონეზე შევიტანდი მე პირადად ცვლილებას მით უმეტეს ახლა რაღაც ნუ ამათაც რაღაც კაი გამოუვიდა შევარდნაძის საკონტრაქტო ბატალიონების არ იყოს ამ სასჯელ აღსრულებებს და სუსებს და იმეებს რო ჩახსნეს ეს სავალდებულო შემადგენელი და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში რო არის გაწევა ვიდეოებს უყურებდი იმ დღეს არის კი შეცდომები და რა თქმა უნდა იქნება კიდეც პირველ ეტაპზე მაგრამ არ არის საგანგაშო ეგ ვინც არაფერს არ აკეთებს ის შეცდომასაც არ უშვებს რა ხო და საკანონმდებლო დონეზე შევიტანდი ცვლილებას რომ ვერ იმუშავებ საჯარო სამსახურში თუ არ გაქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი და ამის ამოქმედების ვადას დავაწესებდი 10 ან 15 წლის შემდეგ რა. საკმაოდ წინ წაწევდა ჩემი აზრით ეს ქვეყანას. მახსოვს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა რო დაიწყო, აი აქტიურად ვაშუქებდი ხოლმე ამ პროცესებს და ბიჭების ძირითადი, ასე ვთქვათ, გულისტკივილი იყო ის, რომ ყაზარმაში არ იყო არც ერთი პოლიტიკოსის შვილი, რომელიც გაიზიარებდა საკუთარი თვალით დაინახავდა იმ ცხოვრებას, რა ცხოვრებაც საქართველოში ერთადერთი პოლიტიკოსის შვილი, ვინც მე მახსოვს, ყოფილა შეხვედრი ვარ კიდე, სალასანიაშვილი იყო, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახური კრწანის სასწავლო ცენტრში მოიხადა და მე სერჟანტებთან რომ მილაპარაკია ირაკლის აკო პირადად ჩვენთვის ნათქვამიო რომ გავიგო რომ ჩემ შვილს რომ რამეში ინდოქთო ყველას გაკვირთ სამსახურებიდან მაგ პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო ირაკლი და ძალიან ისე სხვათა შორის
მე პოლიტიკურ მხარეს არ ვეხები არანაირად და ამ შემთხვევაში არც მაინტერესებს, საკმაოდ კარგი და ნათელი კვალიდატოა ირაკლი ალასანიამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ჯარის პატივისცემა და სულ რამდენიმე ადამიანი მახსენდება წინა თავდაცვის ბატონი თევზაძის შვილი, ვისაც პატივისცემდი ირაკლი ალასანიამდე დავით თევზაძე. მაგის მე ამ პოლიტიკოსები იყვნენ, აი ხალხი ეხლა დღემდე ირაკლი ოქრუაშვილზე აი ჩვენი ირაკლი, ჩვენი კი არა, ირაკლი ოქრუაშვილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მტერი. ისეთ იდიოტობებს აკეთებდა ტიპი. აი ორი ადამიანი იმსახურებს ჩემს პატივისცემას, დავით თევზაძე, გენერალი სამხედრო სულით ხორცამდე და უბრწყინვალესი ადამიანი და ირაკლი ალასანია. ბოლო სამხედრო მინისტრი იყო, კი. რომელიც ჯარისკაცებს არ უყურებდა როგორც რაღაც პოლიტიკურ რესურსს ან სადმე გამოსაყენებელ რესურსს. ადამიანებად გთვლიდა და ჯარისკაც ბევრი არ უნდა. ჯარისკაცი ადამიანთან ჩათვალე და გამოყვება ბოლომდე რა. აი ეს გვაქვს ჩვენ. ოდნავ დაგვანა, გული დაგვანახეთ, მაოდა წამოთ უგინა მოსკოვი ავიღოთ მაგის დედავატი რა. გურამ, დიდი მადლობა.